უსმინეთ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოების ეთერის სტუდიაში მუშაობთ მე კატო და ხმის რეჟისორი თამუნა და დღეს ჩვენ როგორც ყოველთვის მარტო არ ვარ მე წამყვანობადეს მარტო არ თამაშობ მიშა მიმინოშულთან ერთად წავიყვან ამ გადაცემას BookBox-ის და კოდექს აუდიოს პარკლებში და დღეს ჩვენ ესე აკუტაგავას შესახებ ვისაუბრებთ უსიერ დღეში გავემგზავრებით. საღამომშვიდობისა კატო, საღამომშვიდობისა შენუმსმენელებო და ჩვენუმსმენელებო. ნუ კატო აკუტაგავა, იმიტომ ავირჩიეთ ალბათ მიხვდებით, ნუ თუმცა ჩვენ წინა გადაცემა მქონდა ისეთი არაფარგლებს გაცდენილები ვიყავით და კარგი ბიჭზე ვილაპარაკეთ, რომელიც კარგი ბიჭი გახდა. ეხლა ნამდვილად კარგი ბიჭზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ კოდექს აუდიოს პარკლებში სწორედ ამ კაი ბიჭის მოთხრობების მოსმენას შეძლებენ ჩვენი რადიოს მსმენელები. აღნიშნავს უნდა თქვა, რომ ქალბატონი ოსტინმა კიდევ 2 კვირა უნდა ალბათ ისესხო ჩვენგან, 2 შაბათი, 3 შაბათი და სავარაუდოდ ან 4 შაბათს ან 5 შაბათს უკვე დაიწყება, თუმცა შემდგომ დღესასწაულებია და ნუ ფიქრობ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაინც უბრიანი იქნება, რომ მართლა საოცარ არამიწიერ ადამიანს შემიძლია თქვა, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ არიან აქაურები და აქაური რო არ იყო, ესეც ამაში დარწმუნებიან ჩვენი რადიო მსმენელები და აქ უკვე ცოტათი როგორი მომენტი ეცი კატო ის რასაც ჩვენ წერდით ანუ ოსტინი თითქოს და ძალიან ისეთი ახლა კიდევ ერთხელ გამეორდები, მაგრამ ვიტყვი რომ როდესაც აი ეს ხშირად კითხულობ და ხშირად ჩაწერა გიწევს და კითხვას გიწევს და წერას აღარ ჩასვამატებ. ეს დაიმატე Facebook-ში დაიმატე ჯეინი? ჯეინი? კი, არა მე ხოიც Facebook-ის გარდა უკვე სხვა ისინი მაქვს. კონტაქტში მყავს. კონტაქტით პროსაგებოს რატომღაც ჩემდა გასაოცრად ხო და პრინციპში აი იმას ვამბობ რომ აი უფრო მოღმავდები რა მივხვდი რომ ეს არ არის უბრალოდ ნაწარმოები თუნდაც ეს სიძულვილი და ამპარტაუნდება და თვითონ სამწოდებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე გავდივართ როგორც წონებული ბაბო ჩემი ამბობდა დამკაში და ეს ყველა უბრალოდ აქ რისთვის დავიწყე ამაზე საუბარი, ანუ ის რომ თითქოს და ერთი მხრივ ბანალური, ძალიან მარტივი აი ესეთი გულუბრყივი რომანი და ცოტათი რთული და ძალიან როგორ გითხრა, ერთი პერიოდი მე მახსოვს ახალგაზრდობა ჩემი და ბავშვობაც ეს სხვათა შორის აკუტაგავა იყო ერთ-ერთი ავტორთაგანი, რომელსაც ხშირად ბეჭდავდნენ მაშინ, როდესაც შარჩოები ჯერ კიდევ მუშაობდა, მაშინ როდესაც KGB იყო KGB, მაშინ როდესაც იყო ანტისაბჭოთა აგიტაციის და პროპაგანდის გამო. და მეც აი ახლაც რო ვხვდებოდი. არა, მთავარი რა მომენტია, სადღაც გაჟონა მის ბიოგრაფიაში, თუმცა ნუ ჩვენ დღეს რო ვისაუბრე და ვინც იცის ეს ადამიანი ვინ იყო, რომ არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდა და ვერ გაიგო ბოლოს ევროპელი იყო თუ იაპონელი თუ სხვა პლანეტიდან რო იყო, მე მიხდა და იმიტომაც ძალიან მალე დატოვა თავისი ნებით ეს პლანეტა. ეს ვფიქრობ, მაგრამ სადღაც მის ბიოგრაფიაში ჟონავს ინფორმაცია, რომ ის იყო სოციალისტი. თვითონაც არ მალავს ამას, იმიტომ რომ არ უყვარდა ის წყობა და ეს ის პერიოდია, რომლის დროსაც მას მოუწევდა ქუხარე, სავსე, მოვლენების ცვლილებათა ну როგორ გითხრა, იქ რევოლუცია ხდება, იქ პირველი მსოფლიო ომი ხდება, ჩინეთი და იაპონია მიწისძვრები, ну ძალიან ბევრი რამ ხდებოდა და ამ მასობაში ეს ადამიანი ამას ყველაფერს ერიდებოდა და ну მოკლედ არ ვიცი. რითი დავიწყოთ არ ვიცი ამ ადამიანზე ლაპარაკი. მოდი, იცი, პირიქით დავიწყოთ, მისი თვითმკვლელობით დავიწყოთ. დღეს რომ ვკითხულობდი მისი აი თვითმკვლელობის ამბავს, იქ ძალიან ისეთი ვერსიები, რომ აი მოიკლა იმიტომ რომ ვერ შედგა სათანადო მწერლად, ვერ ხდებოდა და ვერ აფასებდა თავის თავს. იყო მეორე ვერსია, რომ განიცდიდა რომ იაპონური კულტურა ვერასოდეს ევროპული კულტურის დონეზე ვერ ავიდა და ეს კულტუროლოგიური თვითმკვლელობა იყო და ძალიან ბევრი ვერსია იყო, მაგრამ თან მე მითითებული იყო, რომ საბოლოო მიზეზი არავინ არ იცის და მისმა მეგობრებმა არ იციან საბოლოო მიზეზს და ვერავინ ვერ გარკვე და ესეთი ფრანგული ანდეზა, როგორც ვიცი, რომ უფალი ღმერთი თვალს არ აცილებს სულელებს, ბავშვებს და ლოთებს. და აი ფრანგული ყოფილა ეს ანდეზა, მე ვიცოდი რომ იყო ისა რა ქვია, შოტლანდიური და რუსული. იმიტომ რომ ვისკის მოყვარულების ის არის.
კი ბატონო, და მე მგონია რომ ეს სუიციდიანტების ესმით მხოლოდ სუიციდიანტებს ასე რომ მათ შესახებ მსჯელობა, ნებისმიერი მსჯელობა ალბათ ძალიან უსაგნოა და მე გისურვებთ უბრალოდ რომ მათ ვერასოდეს ვერ გაიგოთ შესაბამისად ესე იგი თქვენ არასოდეს არ მოიგლათ თავი. მაგრამ მეორე არის რომ ეს ძალიან მე ყოველთვის ძალიან ცუდად მხვდება იცით, თუნდაც ეს რელიგიური კუთხით მათი იყო დრო თურმე როცა თვითმკვლელობით ასრულებდა მე სიცოცხლეს ეს გულში სარსასობდნენ ეს დამკითხავს ნუ შეიძლება ეს ქართულ რეალობაში არა უფრო იქით ევროპაში მაგრამ ნუ აქაც ხო სასაფლაოს მიღმა ასაფლავებდნენ და რაღაცა ესეთი მოკლედ ეს ამბავი რატო ქნა ამ კაცმა ეს მითხოლოდ იმათ ვინც ეს უკვე გააკეთეს მაგრამ ნუ დაგვაუწყდება ეს კაცი მიუხედავად იმისა რომ ფაქტობრივად აი როგორც ნაბოკოვი თითქოს არ იყო რუსი მაგრამ იყო ევროპელი ან საბოლოო ჯამში მაინც რუსი დარჩა მიუხედავად იმისა რომ კითხულობ გონია რომ ევროპელი წერს თუმცა მიუხედავად იმისა რომ ალალი რუსი არა მაგრამ რუსი მაგრამ ცოტათი ევროპული ამ შემთხვევაში ხო ის პერიოდია თან უნდა გაუწყდება რა ქვეყანაზეა ლაპარაკი ეს არის იაპონია რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აქვს ყველაფრისადმი აბსოლუტურად განსხვავებული განზომილება ადამიანებისა ეს არის უცნაური ძალიან უცნაური ქვეყანა თვითონ ის წუხდა იმაზე რომ ის ძალიან წუხდა იმას რომ ის იაპონიაში დაიბადა სხვათა შორის აქ უნდა გავა თითქოს მაგრამ ამ დროს ამავდროულად ის სისხლი და ხორცი სული და ხორცით ყველაფერი იაპონური აქვს მაგრამ ამავე დროს ამით არის ის გამორჩეული ალბათ რომ ის არც იაპონურია და არც ევროპულია ის არის ის რაც არის ღირებული ის რაც არის ნამდვილი და რისკენ აი რაც არის საბოლოო ჯამში როგორ გითხრა შესაძლებლად ანუ ეს არის ის რაც უნდა იყოს ხო თან ამ ევროპასაც ესე ნუ გავუჭირებთ საქმეს ხო არა არ უჭირებ უბრალოდ მე შენ სუიციდი რა ხან ბოლოთი დავიწყებ ლაპარაკი ზოგადად ანუ ევროპის გარდაარსებებს სხვა ძალიან კარგი ისეთი ვერონალი რა წამალია ესეთი რა ძილისამაა არის და ვიცი ამის სხვა სახელწოდება რომელთაც შეიძლება მისი შეძენა მაგრამ არ მინდა რაღაც ესეთ სუიციდისკენ ვინმეს გზა მივუთითო და არ ღირს მერწმუნეთ ვერონალის დოზით ნარკოტიკებზე ნარკოტიკებს არ ვიყო პროტ როგორც ჩანს აქ არასწორი ინფორმაცია რომ საბედნიეროდ ვერონალით მე როგორც ვიცი და უბრალოდ კარგად გამოიძინებთ და საბედნიეროდ არაფერი არ მოგწონს. მაგრამ საინტერესო კიდევ ერთხელ აი თვითონ სუიციდიც კი აი თვითმკვლელობა ეს წმინდა იაპონური ერთგვარი ხასიათის გამოვლენა და არანაირი შენ თქვი ახლა რომ ეს ევროპაში სარსასობდნენ და საბოლოო ჯამში არ მარხავდნენ ჩვენთან ეგრეა ხო პრინციპში და მაგრამ იაპონიაში აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება როდესაც მან გადაწყვიტა უკვე თვითმკვლელობა 35 დღით ადრე მან თავის მეგობარს მისწერა წერილი და ნუ ეს ცხოვრება იდიოტისა უკვე დაწერილი მქონდა და უკვე გაუგზავნა მას ეს ფაქტიურად მისი ბოლო ნაშრომია სადაც ყველაფერი ჩანს და იქ არ არის ლაპარაკი იმაზე რომ მან ვერ ნუ რაღაც რაც შენ თქვი და რაც კრიტიკოსებს ან უყურთ ხოლმე ჩარჩოებში ჩასმა და იმიტომ ესეთი პერიოდი ქონდა და ასეთი პერიოდი ქონდა უბრალოდ რაღაც ეს იყო ჩვეულებრივი მომენტი ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და პიროვნება და ნუ სოციუმის ბევრი რამ იყო ნუ დავიწყებთ კიდევ დედამისის მომენტი რომელიც საგიჟეთში გარდაიცვალა და მუდმივად ჰქონდა შიში იმისა რომ გაგიჟდებოდა და ჩვენ ბიჭებს ჰქონდა ჰალუცინაციები პატარა ბოლოში დაეწყო უკვე და არა პატარა ბიჭობიდან ჰქონდა მაგრამ პატარა ბიჭობიდან შემდგომ ეს დიალოგი წყდიაში ფაქტიურად ეს ცილინდრიანი ადამიანები რომლებიც ეჩვენებიან ხო ეს ნუ ეს ჰქონდა მაგრამ მე ისიც მინდა რომ აი ეს გაუგზავნა წერილი თავის მეგობარს, ნუ მეგობარი რომელიც დაუშვათ იღებს წერილს და ნუ გზნობს საშიშროებას რომ მისმა მეგობარმა შეიძლება გაისტუმროს საკუთარი სურვილით, საიქიო საკუთარი თავი, ბუნებრივი უნდა ჩაერიოს ხო რაღაც შეულებრივი მომენტია, მაგრამ ის არ ერევა და რატომ? იმიტომ რომ იაპონურ კულტურაში იგივე ეს სეპულკოს რო იკეთებენ, ანუ ხარაკირის ხარაკი ნუ ეგრეა, ანუ ხარაკი ხო და ეს არის იაპონურ ანუ ის თუ ადამიანმა გადაწყვიტა და აქამდე მივიდა და რაღაცას უკვე ღირსების მომენტია რომ ხელი არ შეუშალო ეს ძალიან საინტერესო ფენომენია სხვათა შორის იაპონური ფენომენია და ეს ჩვენი ბიჭი არ იყო პირველი და უკანასკნელი იაპონურ კულტურაში სხვათა შორის ეს ის პერიოდია მანამდე იყვნენ მისი
არ მახსოვს ვინ იყო მისი ყველაზე საყვარელი გავიხსენებ და ვიტყვი ყოველ შემთხვევაში მე არა ვარ ეხლა არც ლიტერატურის მცოდნე იაპონიის არაჩვეულებრივად აქვს სხვათა შორის გიორგი ჩხარტიშვილი რომელიც იაპონური ენის სპეციალისტია და ფაქტიურად არის იაპონური კულტურის დიდი სპეციალისტი და მან არაჩვეულებრივად თარგმნა სხვათა შორის თავიდან რუსული თარგმანები სტრუგანსკიმ თარგმნა არკადი სტრუგანსკიმ ძალიან კარგად რომელსაც იაპონისტი ყოფილა და არ ვიცოდი და შემდგომ აი აკუნინს აქვს ესეთი წიგნი კლადბიშინსკი ისტორია და ძალიან ბევრი რამ აქვს დაწერილი თვითონ სუიციდალური აი იმ წერილებზე რომლებიც თავი თვითმკვლელობით დაასრულეს და ერთ-ერთი მათგანი აკუდაგავა და იქ არის აღწერილი ეს მომენტები და თუ ვისაც დაინტერესებს ვინ ძალიან კარგად აქვს ეს ყველაფერი შესწავლილი ხო და აქ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს იყო რაღაცნაირად მისი გადაწყვეტილება რომ დაასრულოს ის შიში რაც მას ჰქონდა მე ესე ვფიქრობ არა მხოლოდ მე ვფიქრობ რა თქმა უნდა მე თავს არ მიცე უფლებას რომ ეს სხვისი კრიტიკის ანუ პლაგიატობაში არ ჩამოვართო სხვების ძალიან ცნობილი კრიტიკო მათ შორის ჩხარტიშვილის აზრი არის ის რომ მან ფაქტიურად ეს შიში ჰქონდა მას შიში იმისა რომ აი შიში ჯერ ეს ერთი იტანჯებოდა იმით რომ ჰქონდა ეს ნიჭი ანუ ხედავდა იმას რაც ხვები არ ხედავდნენ და წერდა ეს ჩვეული როგორც პოს ჰქონდა ნებისმიერ ჩვენ პოზე იმიტომ ამბობ ჩვენ პოსთან ამ ბიჭთანაც ჰქონდა ეგეთი პრობლემები და კიდევ ქონდა შიში იმისა რომ ეს ნიჭი დაეკარგებოდა და ვეღარ იქნებოდა უკვე ის რაც იყო ну ეს ორმაგი მომენტია ცოტათი რთულად თქვი მაგრამ ეს არ იყო მარტივი პიროვნება და ამიტომაც არ იყო მარტივი მისი გადაწყვეტა რომ ფიჭი არ იყო ხო კეთილი ახლა ჩვენ იხარი გვაქვს ძირედი სარკლამ და მე ისე გავაგრძელებთ საუბარს უსმინეთ აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს აკუტაგავის შესახებ. დღეს ჩვენ რადგან პარასკევია, ესე წესი სამებრ შევხვდით ერთმანეთს უკვე მიშა მიმინაშულთან ერთად კოდექს აუდიოსა და ბუკლოგს ჭრის ფარგლებში, ანუ მომდევნო კვირას ჩვენ უკვე დავუთმობთ მადამ ჯეინ ოსტინის დავემშვიდობებით და დავუთმობთ უკვე დროს აკუტაგავის ესე სკოლილივით ყველანი როგორით მოვიხსენიებთ ისე ამბიჯს რიუნესკო აკუტაგავა. არიგატო გოზაიმას აუდიდი იაპონურიც ცოდნა გამომჟღავნეთ. ხო, ну ნამდვილად ახლა ცოტათი კიდევ ერთხელ ვიტყვით რომ აი ეს თუნდაც ოსტინი და აკუტაგავა ის იმას ნიშნავს რომ ეს კოდექს აუდიოს ფარგლებში და ეს სიგნები რომლის მოსმენა შეძლებს ჩვენი მსმენელი არ იქნება მხოლოდ ერთი გარკვეული ჟანრით შეზღუდული აქ იქნება, ну, ერთადერთი ჩვენის პრობლემა გახდა 70 წლის გარდაცვლილი უნდა იყოს ავტორი. ერთად ეს მომენტი ორნაკმარავი და თუ როგორ არის დაუშვილო ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ну ყოველ შემთხვევაში ჟანრობრივი ეს მრავალსახეობა ვფიქრობ რომ მსმენელს დაინტერესებს და უფრო აი ყოველ შემთხვევაში მთავარი აზრი ჩვენი ამ კოდექს აუდიოს პროექტისა იყო ის რომ ნელ-ნელა მსმენით უკვე რაღაცნაირად ეს ვისაც აქვს ეს უკვე განვლილი რაღაცნაირად ეს იამონოს და ვისაც არ აქვს განვლილი ამ მსმენით უკვე დაიწყოს და მივიდეს უკვე ციგნებისგან და სხვადასხვის ისე დავუბრუნდეთ იმას რომ ეს აკუდაგავა ერთ-ერთი ავტორთაგანი იყო რომელიც აი მაშინაც უკვე იყო თარგმნილი და მაშინაც აი ცოტათი ესეთი დამოკიდებულება მქონდა იმიტომ რომ ხო არის ხოლმე რაღაცა ავტორები რაღაცა ნაწარმოებები რომელთა კითხვა რომელთა როგორც მუსიკოსი რომ და კითხარი კარგი ტონი ანუ როგორი გუშა აკუდაგავა წავიკითხეთ გავგიჟდი და რაღაც ხო აი მაშინაც იყო მახსოვს პატარა მეათე კლასში ვიყავი რაღაც და უკვე ეს თემა ტრიალებდა როგორც ხო ორიგინალ და როგორც ის რა ქვია მარტოობის ასიცა და საქმეც იმაში რომ ორივე სოციალისტი იყო მეტნაკლებად და ალბათ ამიტომაც დაავთმეს და ამიტომაც ვითომ და ისარგებლეს იმ მაგარმა და ძალიან პატივსემი ადამიანებს რომლებიც ეხლა ცოცხლები არიან და ეხლაც განაგზობენ მაგრამ ნუ არ ვიცი ეხლა ამ პირობებში კომერციულ პირობებში ეს ადამიანები როგორ ართმევენ თავს იმ სიზნელებს რაც ჩვენს ირგვლივ ყოფით სიზნელებს მაგრამ მინდა თქვა რომ აი თუნდაც აი ამ წიგნში რომელიც 85 წელს არის გამოშვებული თუ არ ვცდები ძალიან ბევრი ავტორია მთარგმნელები რომლებიც მაშინაც თარგმნილი და არაჩვეულებრივი თარგმნებია მინდა გითხრა და ჩვენ ვიყავით განებიურებულები რომ ქონდა ესეთი ჟურნალის საუნჯე სხვადასხვა ამ ჟურნალიდან წაკითხული
ერთ-ერთი ნოველა ჩავწერეთ პირველი შენი მოტანილი კატო ფაქტობრივად შენ ახლა 75 წლის 76 ხო და აი საუნჯერად ჩვენ ფაქტობრივად არ ჩამოვრჩებოდით არავის აი თარგმნით ოპერატიულობაში ეხლაც ცოტათი რაღაცა ეხლა ცოტა ყველგან ეს მომენტია კომერციული მომენტია დაახლოებით ესეთ მომენტში უწევდა მაშინ ცხოვრება აკუტაგავას როდესაც ეს ევროპეიზაცია და კომერცია არა ეს ხორება იდიოტისა ფაქტიურად და კიდევ რა აქვს საინტერესო ახლა რომ აკვირდები ანუ ეს ძალიან ბევრი მოთხრობა და რომანი ფაქტობრივად ნასესხები აქვს ადამიანს იგივე რასიმონის კარიბჭე მისი პირველი ნაწარმოები ესეთი ნაწარმოები არსებობდა ეს არის ძალიან ცნობილი იაპონიაში ცნობილი შუა საუკუნეებში დაწერილი რაღაც ესეთი აკადემიური წიგნი რომელზედაც იზრდებიან უნივერსიტეტებში ნუ ხო იაპონიაში სხვა კულტურაა და სხვა როგორც ჩვენთან დავუშვათ ეს გეოგრაფია და რაღაც უნდა გაიარო იმათაც აქვს რაღაც გარკვეული რაღაც გასავლელი და ეს ერთ-ერთი ესეთი სახელმძღვანელო წიგნი იყო მაგრამ ეს ადამიანი ახერხებს რას ანუ ისმისთვის ეს ანალიზს ატარებს ანუ ეს ანალიტიკოსია ფაქტობრივად აკუტაგავა არ არის ისეთი აი მე მინდა ვწერო და რაღაც შემიწერო ანალიზს აკეთებს აი სულიერი ცხოვრების თავისი ის რაც მის თავში ტრიალებს ის რაც ზოგადად აწუხებს ნუ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი იყო აი როგორც ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანის უნდა ბრძანდებოდა როგორი ნამდვილი არაჩვეული ადამიანი უნდა ბრძანდებოდეს აი ესეთი არაჩვეული ადამიანი ბრძანდებოდა ხო დავესესხები ის არასერიოზული კაცის სიტყვებს და დაახლოებით ხო და აი ანალიზისთვის მას სჭირდებოდა რეალობა და ის რეალობა რომელიც მის ირგვლივ იყო როდესაც კომერციალიზაცია ხდებოდა რომელიც ფული როდესაც ნუ ეს ინდუსტრიალიზაცია ხდებოდა იაპონია გადადიოდა აბსოლუტურად სხვა კულტურას ირგებდა ახლა ცუდი გაგებით არ ვამბობ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ამერიკული კაპიტალი შემოდის ევროპიდან შემოდის რაღაც ეს თუნდაც ეს რელიგიური მომენტი შემოდის ძალიან მძაფრად და აკუდაგავას ჭირდებოდა სივრცე სადაც მისი გმირების ანალიზ მოახდენდა და სადაც აი რაღაც სიტუაცია ანუ ქმედება ჭირდებოდა რომ გმირებს რაღაცნაირად გამოევლინათ იმ ამა თუ იმ კუთხით თავისი თავი და ყველაზე შესანიშნავი მომენტი იყო ამისთვის რაღაც ის თუნდაც ის თავიდან იწყებდა ეს იაპონური ლეგენდები, ანეკდოტები, მნიშვნელობა არ აქვს იაპონიაში რაც დადიოდა და იმას იყენებდა ბევრმა კრიტიკოსმა, ეგრეთ წოდებულმა ვაი კრიტიკოსმა, როგორ არ მიყავს ეს სიტყვა. ყოველ შემთხვევაში ამაზე პლაგიატში აკუდაგავს რომ პლაგიატში დაადანაშაულების არაფერს არ შეებოდა ის როგორც იმას რო მარგანეცის იმას რო ჩააგდებს წყალში და კატალიზატორ ფერს რო იცვლის ანუ რაღაცა უნდა მოხდეს რომ რაღაცა შეიცვალოს იმიტომ რომ ის ირგვლივ მის რაც ხდებოდა რუხი კარტონის ხალხი როგორც თვითონ ამბობს ერთ-ერთი აი კარტონის სახის ხალხი ანუ კარტონის ადამიანები და კარტონის ქვეყანა ანუ ფაქტობრივად ძალიან განიცდიდა იმას რაც მის ქვეყანაში ნაფის სახს შორის ხო ნუ თან გარდამსახა შექსპირი შეიძლება მაშინ პლაგიატში და დანაშაულა ხო ხეს რომეო და ჯულიეტას ამბავი ხო მანამდეც იყო და მებელირის ამბავიც მაგრამ ნუ მე როგორ გააკეთა და როგორ ქნა მაგრამ მას არ ცხენოდა პირდაპირ რასიმონის კარიბჭე იყო პირველი მეორე იყო ცხვირი ნუ ეს გოგოლი ხო ცხვირი პირდაპირ გოგოლის ცხვირი და შინელი ერთად აღი მაგრამ აბსოლუტურად სხვა რაღაცა ხდებოდა და აბსოლუტურად ეს სიუჟეტი გამოიყენა სიუჟეტული ქარგა იგივე ეს კარამაზოვების ისა რა ქვია ანუ დანაშაული და საჟელი ესეც აი რასიმონის კარიბჭეა ფაქტიურად როდესაც თავარი გმირი სვავს კითხავს იმისთვის რომ მე გადავრჩე და არ მოვკვდე შიმშილით შეიძლება თუ არა ვიქურდო ხო მაგრამ როდესაც ნახავს ის ქალი გვამებს რომ ბოდიში და სკალპს აძრობს და ამითი პარიკებს აკეთებს და ყირის და მე რა შვები ქალა ამას რა შედი დიაცო ხო და ის იმან უთხრა ანტანკი შანკონსონცუიში ანუ დაახლოებით მე ამას იმიტომ ვაკეთებ რომ შენ არ იცი ეს ქალი ვინ იყო ეს ქალი იყო რომელიც თევზებს ყიდაო თევზიაო და სინამდვილეში გველი იყო და მთელი ეს კიოტოს მოსახლეობა ამ იმაზე იყო და ანუ შენ და მე მოხდა მის ცნობიერებაში ტრანსფორმაცია ანუ რადგან ის ცუდი ქალი იყო და ანუ დანაშაული არ არის ბოროტება თუ შენი ადრესატი ანუ ის ვიზზე და შენ ჩადიხარ დანაშაულს არის ბოროტი და მოკლედ ესეთი მომენტი ქართული კაი ბიჭები არა ხო რაღაცნაირად ცოტათი რთული მომენტი მაგრამ თან აი თავიდანვე აი პატარა ეს საოცარი არა არაჩვეულებრივი მოთხრობაა თან საოცრად აღწერს ყველაფერს თითქოს
თან ეს დიდი იაპონური ტრადიციის მომენტი რო აქვს, აი უდიდესი ცოდნა და ფაქტობრივად გამჯდარი აქვს ძვალში და რბილში, მას არ ჭირდება რომ ბავშვად დაესესხოს ვიღაცას. კი ესესხება ევროპელებს სიუჟეტებს, ესესხება, მაგრამ ფაქტობრივად ისეთი იაპონელია, რომ არც ერთ იაპონელს არ დაესისმრება. თუმცა თვითონ არ თვლიდა ამას და თვითონ მუდმივად ამით იტანჯებოდა, მაგრამ სისხლი და ხორციც მიდაწყლის იაპონელია და ფაქტობრივად მან გააცნო მთელ მსოფლიოს ეს იაპონური მომენტი, იაპონური კულტურა შეიძლება ითქვას და მე დაიწყო. აი ჩვენ ჯეინ ოსტინთან იყო იქ როს გოგონების დიალოგები და გაგიჭირდა ცოტა დაგღალა მან ცოტა ამხრივ და აი როგორ იყო ჩვენი ბიჭის ჩაწერა ჩვენი გოგოსგან განსხვავებით ეს იაპონური მოთხრობის ჩაწერაც რაც უნდა ქართულად იყოს დარგნილი მაინც რაღაცა ცოტა სხვა ისა ტემბრი ალბათ ხო ჩასაწერად კი სიმართლე რო გითხრა პირველი მოთხრობა რო დავიწყე და რო ჩავწერე წავშალი და თავიდან ჩავწერე, იმიტომ რომ ანუ რიტმიკა აბსოლუტურად სხვა არის. აქ ჯერ ამ წიგნის ჩაწერის დროს უკვე ვისწავლე რომ პაუზის დაჭერა აუცილებელია რომ ეს არ არის საინფორმაციო თუნდაც რაღაცა მომენტი ან სიუჟეტის ჩაწერა, იმიტომ რომ დააღიქვა, მაგრამ არც ისე. აი მოვიდა და თამაშიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ უნდა დაუტოვო მსმენელს თავისი ფანტაზიის ამუშავებისთვის. აი როგორც იაპონელებს რა ვთქვი, მხატვრობაში რომ ბევრი სივრცეა, სულ ბევრი სივრცეა, ძალიან ბევრი სივრცეა და აი ამ ჩაწერის დროსაც ბევრი სივრცე უნდა იყოს, ანუ უნდა იყოს მუდმივად პაუზები, რომ აი იმიტომ რომ თითოეული მწყარები, თითოეული წინადადება აი რაღაცნაირად უნდა დაფიქრდე ამაზე, იმიტომ რომ იქ უკვე დასრულდა ისტორია. ანუ შეიძლება მე ზოგადად მიყავს უფრო რომანები, სადაც უფრო გრძელდება და იცი თვითონ გმირების ისტორია რომ კიდევ დიდხანს მოყვება და სულ არ იცი მე როგორ გამიმთავრდება და რაღაც შენთან არის დიდი ხნის განმავლობაში დაგუძებ რა 5 წუთში დამთავრდება ყველაფერი და მოყომარებულია და დამკავშირე როგორც ცხონებული ბაბუჩი და კიდევ ერთხელ გასული ყველაფერი, მაგრამ აქ ისე არის რომ აი ერთ ნოველას რო წაიკითხავ ხო დაფიქრდები, იმიტომ რომ აი საკმარისია. აი როგორც ხაიკო ხო ესე ქვია პატარა აი არაჩვეულება აი ესე აქ მთელი და განსაკუთრებით აი უკვე ბოლოსკენ უკვე რაღაც ის მუდმივად რაღაცას ეძებდა და არანაირად ქონდა ეს მომენტი რა თქონდა კრიტიკასაც ყურს უგდებდა და რაღაცები წყენაც ქონდა კრიტიკე აი ადამიანების მიმართ, თუმცა ის მაინც თავისას აკეთებდა, ის ყოველთვის თავისას ეძებდა, თავის ექსპერიმენტებს განაგრძობდა და არ ქონდა ეს მომენტი. ახლა ამას სანამ ეთერში დავსხდებოდით, ერთ-ერთი ძალიან მისი ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარი რას ამბობს, რომ მიწისძვრა როცა მოხდა იაპონიაში და ეს საოცარი კატაკლიზმები კიდევ ერთხელ ამბობს ის პერიოდი ეგ რევოლუცია, იქ მარქსიზმ-ლენინიზმის დროშა აფრიალდა და საბჭოთა კავშირი დაარსდა და ეს ხო ხდები როგორი საოცარი ასპარეზი იყო ყველასთვის, რაც უნდა ცუდი იყოს, ანუ რაღაცა მოხდა ის, რაც საერთოდ არასოდეს მოხდა რა, იაპონიაშიც ეს დაიწყო ეს გამოსვლები, შემდეგ მოხდა საშინელი მიწისძვრა და მე იაპონელებმა დაადანაშაულეს ჩინელები, რომ აი ესენი ჩინელები ისარგებლებენო ამითო და ახლა წყალს გვიმღრევენო და წყალს ჭაში საწამლავს ყრიანო და 70,000-მდე ჩინელი ამოხოცეს მაშინ იაპონი, მაგრამ აქ რა ხდება? აქ უნდა გავს ამის მიმართ აქ რა თქმა უნდა, მაგრამ ამას აბსოლუტურად ეს მისთვის უცხოა. მისთვის თავარია რომ მიწისძვრამ ამდენი სხეული ხომ მოყვა მიწისძვრამ, მაგრამ მისთვის თავარია რომ ეს მიწისძვრამ ამდენი ბიბლიოთეკა გააფუჭა, დაუშვათ წიგნი გაქვს, ამდენი ნახატი ანუ მუზეუმებში და ისა რა ქვია შენახული ეს იაპონური კულტურის ნიმუში დაიკარ. ხო ხდები, ანუ რაღაცნაირად შეიძლება ჩათვალო რომ ეს შენახარ უნამუსო ადამიანი, მაგრამ ხო ხდები ეს ბროდსკის ის მეგონა რომ შენ მე ნამუსი კი არა მაქვს, მე ნერვები მაქვს, ნამუსი არა მაქვს, მე ნერვები მაქვს. ხო და ეს თურმე მაგის ის ყოფილა ეს სხვადასხვა აქ არის ცხოვრება არ იმაში დიალოგებშია ფორსები დიალოგი წყდიაში ეს მომენტია და მაგრამ უნამუსო ნამდვილად არ იყო ძალიან პატიოსანი იყო, მაგრამ მისთვის იყო მთავარი სულ სხვა, ანუ აი თვითონ იაპონურ კულტურაშიც ხო იმდენი რელიგია იყო ხო რაღაც სინტოიზმი, ბუდიზმი, ძენი, ქრისტიანობა შემდგომად და ყველა ამ რელიგიას თავის მიმდევარი ყავს, მაგრამ იაპონია მაინც ეს ყველაფერი ვერ იტყვი ახლა იაპონიაში რომელი დომინირებს, იქ არის იაპონია საბოლოო ჯამში იქ არის სილამაზის და კულტურის და ესთეტიკის რელიგია, მე რომ გითხო რა.
და შენ იცოდი რომ დავუშვათ ჯერ სამურაების კანონის თანახმად იყო ესეთი კანონი რომ ქმარს შეეძლო დავუშვათ ცოლი გაეგდო სახლიდან მხოლოდ იმიტომ რომ ის მას ძილის დროს უშნო სამოსი ესვა და ან უშნო დიწვა ან უშნო პოზა ქონდა ძილის დროს სერიოზულად გეუბნები და შეეძლო თავისუფლად ეხლაც მოგვენდეს ეს კანონი უშნო პოზა ქონდა ძილის დროს და სასამართლო შევნები მიზეს რო ასახელებთ რომ iPhone-ზე რო გადაღებული არ მოგწონს ერთმანეთი თქვენი მოწყალება როდის აქეთ თავიდანვე და მოსამართლეს რო სურათებს აჩვენებს და ნუ აბა რაზეა ლაპარაკი შემიცოლია ასე რომ დაწვეს ახლა ну ეს ну ხო ეს ხუმრობა იქით იყოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ აი ჩაისმის ცერემონია ჩაცმულობა ეს ყველაფერი ანუ ყველაფერი არის ეს კულტურა და ეს ხელოვნება მაგათვის არის ფაქტიურად რელიგია ისევე როგორც აი ამ ჩვენი ბიჭისთვისაც ეგრე იყო რა და სოფლიოს ჩაის გარშე რა შველებოდა საერთოდ ხო და სოფლიოს ბერს დაკარგავდა აკუტაგავის გარეშე სოფლიო ლიტერატურა და მან ეს თوارცები მან ცხოვრებაშივე უკვე პირველი რომანი გამოვიდა თუ არა ეგრევე გახდა ძალიან პოპულარული ძალიან პოპულარული ახლა ნაცუმე სოსეკი იყო მისი მასწავლებელი ერთი უნდა წავიკითხოთ ძალიან იაპონიაში ძალიან ცნობილი ხლავის ვიღაცა შეიძლება ლიტერატურას ეს ჰქონდეს მაგრამ ნაცუმე სოსეკი იყო მისი სულიერი მასწავლებელი ანუ ის რასაც აი ესეთი დახვეწილა და ნოველისტი რომ გახდა ჩვენი ბიჭი ეს ამ ადამიანის დიდი დამსახურებაა და აი ეს პირველი რასემონის კარიბჭე რომ დაწერა და რომ მიუტანა ნუ მეტრი იყო ეს ადამიანი მან თქვა რომ ხელები ამიწევია ძმაო შენ ხარ ჩემი მასწავლებელი და თუ გინდა არა შენ მოწაფე არა ხარ მე და შენ მეგობრები ვართო და მე ერთად გამოშვეს რაღაცა გაზეთები და ნუ ეს ხო ხდები რაღაც ის რო იყო რეალისტები და არარეალისტები და ნუ ეს მუდმივად არ მიყვარს ხომ ეს დანაყოფები რო არის ლიტერატურაში მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ჩაერთო ჩვენი ბიჭის ამბავში და სხვაჯერს ყოველთვის აქვს ძალიან საინტერესო დაწყებები და დასასრული ზოგ მწერალთან გაქვს ხოლმე რომ აი რაღაც ისეთი ფრუსტრირებული რჩების დაასრულებენ თითქოს ამ ბოლოს დაეზარა თუ ან ერთმანეთში მეგობარმა ჰესეზე როგორც თქვა გემრიელად წაკბინა გეგონება ჰესეს ბოლოს უკვე ვეღარ კაჩავდაო როცა წერდა და მე ბოლოსკენ გამოსდიოდა გაცმარცის რა არ მგონია არ ნუ აზრი მისია და ნუ ჰესესთან დაკავშირებით მე ვერ დავეთანხმები ცოტა სხვა მომენტები ალბათ ხო არ ვიცი მაგრამ აი ამ ჩვენ ბიჭს ჩვენი სხვა ბიჭი ჰესესგან განსხვავებით ის აქვს რომ თუმცა იმ ჩვენ ბიჭსაც ქოთ ამის უნარი რომ იწყებს რაღაცას ასრულებს ესევე ძალიან კარგად ასრულებს ის კი არა რომ ნონ-ფინიტოს ეფექტი არა ნონ-ფინიტოს ეფექტიც შეიძლება კონდეს მაგრამ ისეთი არა რომ აი ხან-ხანი ფილმს რო უყურებ ქართული ფილმების გარკვეული ნაწილი იყო ერთი პერიოდი რომ თითქოს ვეღარ გადაწყვიტა როგორ დაემთარებდა რაღაც უაზრო კადრი რომ თავდებოდა ხო ეს დაახლოებით ის რო იყო ძიების მომენტ 80-იან წლებში 90-იან წლებში რო დაიწყო ერთწოდებული შავ-თეთრი რო შემოვიდა უცებნაური რო ფირი არ იყო და ნუ რაღაც ეს ძიების მომენტები რო იყო თუმცა მაშინაც კარგი რაღაცეები იყო კაიღირებული ფილმების გადაგ თუმცა ისე ჩვენ ბიჭს რო დავუბრუნდეთ შენ აბსოლუტურად მართალი ხარ რომ შეკრულია ყველაფერი აბსოლუტურად აი როგორც სტილოა როგორც მინიატურა იაპონური რაღაცნაირად ნუ ეხლა შეიძლება არ მოგწონდეს და ვერ არ იცოდე საქმეც ამაშია მისი ყველაზე დიდი ოსტატობა ჩემი აზრით ეს არის რომ შეიძლება არ იცოდე არ ფლობდე იაპონური კულტურას გაგება უნდა მართლა და რაღაცები ცოტა სიღრმისეული რაღაც მომენტები უნდა იცოდე რა არის ძენი რა არის აი რა არის ჩაის ცერემონიელია მარტო ის არ არის რომ გადაყმენ იმას რა ქვია ამ იმას იმიტომ რომ ამაში ეძებდნენ რაღაც აი თუნდაც ის სიკვდილისადმი დამოკიდებულება რაზეც შენი ლაპარაკი რითაც დავიწყეთ ხომ ეს ჩვენთან ომში რომ მიდიან ნეტა შვიდობით ჩამოდიდა იქ დედა შულს რო აცილებს ომში ღირსეულად მოკვდიო ვიტყვი უნება ანუ ღირსეული სიკვდილს გისურვებ რა ჩვენთან ცხოვრობდნენ რომ ხმალიც ვატაში გადაგდები ხო მაგრამ მაინც იქ როგორი მომენტი იყო ნუ იქ აბსოლუტურად სხვანაირი მომენტია რა ნუ აი ღირსეული სიკვდილი ჯობია რაღაც აი ამ რეალობას რაშიც არიან და ცოტათი რაღაც
ცოტათი ფიქრობ, მაინც ბევრი კომპლექსები აქვს თამარ და აი მაინც მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს მუდმივი შიში და მუდმივი რაღაც ვალი. სულ ვიღაცის ვალი აქვს, იმპერატორის ვალი აქვს, ამის ვალი აქვს, კოჭე. აი ძალიან ვალში სულ დავალებულები არიან და ეს ბიჭი ალბათ ჩვენი ბიჭიც ამას განიცდიდა. ხო, შემსიმა, ნუ ყველას თავისი გრუზია აქვს, ყველა თავისთავად გრუზინია, ხო, ყველა იაპონია, ხო, დაახლოებით ეგრეა. თამრამდენი გვაქვს ჩვენ დრო. ანუ ეს რას ნიშნავს? ოთხოცნები ხართ. ოთხოცნები. და ანუ შენ ჩაწერე, როგორი განრიგით მოვისმენთ ჩვენ ან როგორ ვასწრებთ ხოლმე ჩვენი ბიჭის მოსმენას თუ ეს არ ვიცით ჯერა. იმიტომ რომ ჯერობით ეს ოსტინს უნდა დაუთ რამდენიმე დღე ხო თავისთავად ნაწილდება, იმიტომ რომ ზოგი თავი ძალიან დიდია. ნუ ამ შემთხვევაში ფიქრობ რომ ამ შემთხვევაში თითო ნოველა შეიძლება თითო დღე გავიდეს ან ორი ნოველა. ნუ რაც შეეხება რა ქვია ჯოჯოხეთის სურათი ძალიან აი ქართულად როგორ არის თარგმნილი შენ თუ შეიძლება წიგნი მათხოვოთ და კეთო. მაპეტი თქვენ წიგნი მე მივითვის. არა. მე აი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მისი ჯოჯოხეთის სურათები ხო? ჯოჯოხეთის სურათები, რომელიც ცოტა უფრო შეიძლება არ ვიცი, შეიძლება არ დაეტიოს ერთ დღეში, მაგრამ ნუ ვეცდები. ესეც საოცარი ის არის ახლა სანამ შენთან ჩამოვიდო და კიდევ ერთხელ გადავათვალიერე. ფაქტიურად ეს არის ის მომენტი, როდესაც შენ სინდისი არ აქვს, არამე სინდისი არა ნერვები მაქვს. ხო, ის მხატვარია. ადამიანი, რომელსაც მინიატურისტია, რომელსაც დაუკვეთავენ ჯოჯოხეთის აი ასეთი სურათის შექმნას და მას ერთადერთი რაც უყვარს ეს არის ხატვა და ქალიშვილი და მაგრამ ერთადერთი მომენტი აქვს რომ მას არ შეუძლია დახატოს ის რასაც ვერ ხედავს და იმისთვის რომ აღიქვას რაღაცები აწვალებს დაუშვათ ვიღაც ბურკილებს და ნუ მთელი ამბები ხდება და საბოლოო ჯამში მას სჭირდება რომ სურათი რომ სრულქნილი იყოს უნდა ეტლი დაიწყოს და შიქ ქალიშვილი უნდა იყოს და მისი ბატონი ესეთ შურის სიძიებს მასზე რაღაც ცოტა ბოროტი ბატონი ყავდა მოკლედ ვიძახი რაღაც ხაპარი ვიტყვები თუმცა ეს ძალიან მოკლე ისტორია ხო და საბოლოო ჯამში ისე გააკეთეს რომ მისი ქალიშვილი მოხდება ამ ეტლში და ის დაიწვება და ის დაინახავს უკვე ეტლი იწვის და მისი ქალიშვილი ქარის და მას შეუძლია ამ ხატვას ის გადაარჩინოს მაგრამ ის არ გადაარჩენს ამას არამედ მისთვის მთავარია ნახატი დაასრულოს და იგი ასრულებს ნახატს და შემდეგ უკვე თავს იხჩობს. ასე თავდება და ის სწორედ იქ არის, ასე ელაპარაკი, ანუ რა ნამუზია ელაპარაკი, მაგრამ ის თავის საქმეს აკეთებს ბოლომდე, ანუ მისთვის მთავარი ისევ ხელოვნებაა, ხო ხტები, ანუ ესე იყო ფაქტიურად ჩვენი ბიჭიც. მისთვის არაფერი არ იყო მთავარი ხელოვნებაში, აი ამ ლიტერატურაში მას ჰქონდა რაღაცა გზა ნაპოვნი იმისთვის რომ არ გაგიჟებულიყო. ისე როგორც ჩვენი მეორე კარგი ბიჭი ედგარ ალან პო, რომელიც ასევე წერდა იმისთვის რომ არ გაგიჟებულიყო. თუმცა საბოლოო ჯამში რაღაც მომენტები იყო. ვარდენი გაგიჟდა? არა. აი მე ხო აი ამაზე ძალიან ხალისით გილაპარაკობ ხოლმე, მაგრამ ძალიან სერიოზული დამოკიდებულება მაქვს ფსიქიატრიის მიმართ და რამდენიმე ხნის წინ ჩემს მეგობრებთან ერთად რაღაც სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ძალიან ბევრი რაღაც აღარ მახსოვს ზუსტად იმ იურისტის გვარი, რომელმაც დაწერა წიგნი იმის შესახებ, რამდენად მომიჯნავე ერთმანეთთან, თან იურისტი იყო ეს ბატონი და არა ფსიქოლოგი, რამდენად მომიჯნავე ერთმანეთთან შიზოფრენია და გენიალურობა, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი არ ეთანხმება და მართლაც ახლა ძნელია რომ მას ამ ყველაფერში დაეთანხმო, მაგრამ ძალიან ბევრი პარალელია გავლებული და ძალიან ბევრი მსგავსებაა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არც არ ნიშნავს და ჩემ მეგობრებმა თქვა რომ ალბათ ეს ფსიქიური აშლილობა გეხმარება იმაში რომ ესე კარგად წერო, ან ესე კარგად ხატო და მე მგონია რომ პირიქით ამ ადამიანებს იმდენ უშლით თავიანთ ფსიქიური აშლილობა ხელს, მაგრამ მიუხედავად ამისა აქვს ბალახის სიჯუტე, რომელსაც საუკუნეები ეთიბა და მაინც ამოდის და მაინც აკეთებენ ესე ძალიან მაგარ რაღაცებს. ახლა ჩვენ საინფორმაციო გამოშვებამდე მუსიკა, მერე საინფორმაციო გამოშვება, ამინდის პროგნოზი და მერე ესე ჩვენი ბიჭი დააკუტელავა. უსვინეთ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. გრძელდება ჩვენი გადაცემა და მე არ მაცალეს მონოსპექტაკლი არტურ ალან მილნის სამეფო ბუტერბროდის წაკითხვისა ბოროტმა ადამიანებმა, ისეთმა როგორც არიან მიშა და თამუნამ, მაინც გავაგრძელებ წასვლამდე და ბოლომდე წაკიკითხავთ მე. ფინალი სუზით თავდება. არა, ფინალი ბუტერბროდით თავდება. სამეფო ბუტერბროდით თავდება. ჩვენი ბიჭის ამბავი კი სუიციდით დამთავრდა. მაგრამ მანამდე იყო ძალიან ბევრი კარგი რამ
ძალიან საინტერესო ნაწარმოებები. მისი ორი ვაჟიდან ერთი კომპოზიტორია და ერთი დრამატურგი, შვილებიც გამოგვადგნენ ივარგეს ბიჭებმაც. თუმცა თვითონ არ თვლიდა რომ კარგი მამა იყო და სულ ბოდიშებს იყიდა ბოდიში რომ ვარსებობ, მაპატიეთ რომ ვარსებობ, მართლა ისე ამბობდა, თუნდაც ის ცხოვრება იდიოტისა ფაქტობრივად ეს მისი ახსარება არ არის, ფაქტობრივად პასუხია იმ კითხვაზე რატომ მოხდა და რატომ წავიდა, რატომ დატოვა ეს პლანეტა ესე ადრე. რა არ მოეწონა და რა არ მოუვიდა თვალში. მე სულ ველოდებოდი, როდის დაიწყებდი შენ საუბარს, როდის დაიბადა ჩვენი ბიჭი. დრაკონის დღეს, დრაკონის საათში და დრაკონის წელს და რატომაც დაერქვა მას ეს ძრმე დარჯერა ვარსკვლავების ბოდიშს კი ვხდი. არა, ნუ შენ არ ჯერა, მაგრამ ანათებენ მადლობელი ვარ, მაგრამ დანარჩენს არ ჯერა და გამომივარდა თავიდან მე თქვენ გითმობთ ამ ხრივ ასპარეზს. არა, მეც არ ჯერა ნიშნებისა, მაგრამ ნუ თვითონ რატომღაც ბავშვობიდან ესეთი დამოკიდებულება ქონდა თავისი დაბადებისადმი, რომ რაღაცა გარკვეული წინასწარ იყო განსაზღვრული, რაღაც ბედისერისა, სამდა რომ ეს მისი ბედისერა იყო, რომ რაც მოხდა და ის რითაც დასრულდა, ნუ ვიცით რომ მას დედას ქონდა ცოტათი ფსიქიური აშლილობა, მას შემდეგ რაც მისი და გარდაიცვალა უფროსი და დედას რაღაცნაირად ну ამაზე არავინ არ ამბობს, ყველა ამბობს რომ დედას ქონდა აშლილობა და რატომ ქონდა აშლილობა, ამას არავინ არ ამბობს და მე ცოტათი რო უკვე ესეთი ცოტა ვრცელი ბიოგრაფიული ამონარიდები სადაც არის, იქ უკვე მითითებულია რომ პირველი მისი უფროსი და გარდაიცვალა და ის ვერ გადაიტანა დედამისო, ნუ იაპონური მომენტია, თან დედა იყო ძალიან ცნობილი ესეთი ცოტათი არისტოკრატიული ოჯახიდან იყო, მამა ფულიანი შეძლებული, მაგრამ ნაკლებ ესეთი არისტოკრატიული და უფრო ესეთი ნოორიში იყო უფრო ის პერიოდია, როდესაც იწყება ეს ყველაფერი და რაღაცნაირ ვერ დაუდგა ქალს. მამა იყო ტევ მერწევე. არა. სხვა ну დაახლოებით ხო ვისეს ხო შენ ისე ბუტერბროდებთან დაიკახა არა ტევი მერწევე და მის ქალიშვილები გამახსენდა ხო და ნუ დაახლოებით ესეთი ვითარებაში იყო და საბოლოო ჯამში დედამისის აი ამ ავადმყოფობას ეს პატარა ბიჭი უყურებდა, თვითონ იყო 11 წლის როცა ის გარდაიცვალა, მაგრამ უკვე ბავშვობიდანვე ხედავდა დედას, ანუ დედა ყავდა გვერდში, მაგრამ დედა არ ყავდა, ყოველთვის აინატრებოდა მისი ალერსი და ეს ყვება ხოლმე და არის აქ სადაც თუ არ ვცდები ეთეთი ამონარი, რაც მესამე პირით საუბრობს, მაგრამ დედამისია ბუნებრივია, სადაც საგიჟეთია ლაპარაკი და ეს საგიჟეთის სუნი მუდმივად თანსდევდა, ანუ სუნზე ქონდა მას განსაკუთრებული მომენტი, როგორც ყველა მწერალს, როგორც არის ხოლმე რაღაც ესეთი ხაჩურის მიწისძვრაზეც ამბობს, რომ როდესაც ეს მიწისძვრა მოხდა და ბევრი ადამიანი დაიღუპა, ქალაქი სავსე იყო შემწვარი გარგლის სუნით. სუნი იყო ქალაქში, რატომღაც ესეთი შენიშვნა ქონდა და სხვადასხვა მას მუდმივად თანსდევდა ეს საგიჟეთის სუნი და ეშინოდა რომ თვითონაც საბოლოო ჯამში აღმოჩნდებოდა ესეთ ვითარებაში და აი ასე არ უნდოდა და შიში ქონდა, ანუ ჯობია სიკვდილიო ვიდრე მუდმივი შიშის სიგიჟისაო, ესეთი მომენტიც ქონდა მას. ანუ დედამისის მაგალითი იყო მისთვის და ერთადერთი გამონათება ეს იყო სიკვდილის წინ დედას ცოტათი გამონათება ქონდა, ჩაიხუტა ეს ბიჭი და პირველად აი მთელი ამ წლის მანძილზე აჩვენა თავისი ალერსი და სწორედ მერე გარდაიცვალა. და ეს მომენტი ყოველთვის ქონდა და გაზარდა მისმა დედამისის ძმამ, რომელიც როგორც გითხარით, ნუ იყო ძალიან ესე ძველი არისტოკრატიული სამურაების კლანიდან იყვნენ ესენი და ბიბლიოთეკა ქონდა და იქ ანუ კარგად გაიზარდა, ანუ იაპონურად გაიზარდა ნამდვილად და ძალიან ნიჭიერი სხვანაირი ბიჭი იყო ბავშვობიდანვე ბეჯითი, მაგრამ აი ეს დრაკონის წელზე რომ ამბობ, ერთ-ერთმა კრიტიკოსმა კარგად თქვა, რომ აი დრაკონის შედარება გააკეთა და ბევრი თვისება, რომელიც დრაკონს აქვს ამ ადამიანსაც, ანუ დრაკონი ეს არის ბრძენი, დრაკონი ეს არის თავში ჩაკეტილი, დრაკონი ეს არის ის, რომელიც ვერ ეგუება ყველას და არის ინდივიდუალისტი და იაპონიაში ინდივიდუალისტი იყო ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც მუდმივად რაღაცნაირად აი საზოგადოებით არსებობს, იგივე ეს კორპორაციები ავიღოთ, იგივე ეს საომრების ინსტიტუტი ავიღოთ, რომ ვიღაცაზე სიოგუნი და შემდგომ მასზე
დაქვემდებარებული ესე სამურაები და სამურაების დაქვემდებარებული უკვე უფრო დაბალი ჩინის გლეხები და ასე შემდეგ და ნუ აი დრაკონის დახასიათება რომ ერთი საინტერესო ნიშანი იყო მე მგონი კატო შენს მოგეწონება რომ დრაკონიო ვერასოდეს მიაღწევს ზეცასო ეს აქო დრაკონს ერთ-ერთი თვისება ანუ თვითონ აი როდესაც ახასიათებენ და აი ზეცის არ მიღწევა ესეთ ნიშანდობლივი აი ამ აკუტაგავასთვის და რატომ იმიტომ რომ ის მიუხედავად იმისა რომ რაღაცნაირად უკვე საბოლოს უკვე სიკვდილის წინ ბიბლიას კითხულობდა ნუ კათოლიკურ ეკლესიასთან ახლოს დაახლოვდა მაგრამ მაინც ვერ მიიღო საბოლოო ჯამში ანუ აი ეს რწმენა ბოლომდე ვერ მიიღო ანუ ეს მუდმივი მასში ჭიდილი იყო და რაღაც ის რომ დრაკონი ვერასოდეს ვერ მიაღწევს ზეცას და მისია ეს ბიოგრაფია და მისი ეს მუდმივი ჭიდილი ანუ რელიგიური არარელიგიურობა და რაღაცნაირად აი თითქოს აღიარებს მაგრამ არ აღიარებს უფრო მას ჯეროდა რომ არის ბნელი ძალა მაგრამ ნათელი ძალა რო იყო ნუ ერთ-ერთ არ ვიცი არ მინდა შევცდე რომელიღაცა აი ისე მესამე პირში საუბრობს მიდის ეს თვითონ აკუტაგავა და ეკითხება და იაპონელ კათოლიკეს რომელიც არის პადრე და ის პადრე ეუბნება ნუ ბოლო შენ თუ ამბობ რომ არის ბოროტება რატომ გონია რომ არ არის ნათელი და რაღაცნაირად ესეთი მომენტია რომ ზბრუნდება უკან და რატომ ყოს უნდა წაიკითხოს ძმები კარამაზოვები და უეცრად ისე რა ქვია დანაშაული და სასჯელი გადაიშლება იმიტომ რომ ძმები და კარამაზოვებზე არის ყდაზე მაგრამ დანაშაული და სასჯელის მონაკვეთი ამოვა და ის ჩათვლის რომ ეს ხო ხდება რაღაცადათი ეს ხდება მაშინ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე თქობამდე ყოველ შემთხვევაში მაგრამ არ მივიდა ის იქამდე და ფაქტობრივად ეს ნიშანი რაღაც გარკვეული ბედისწერა და გარკვეული რაღაცნაირად აი ეს განსაზღვრულობა მის ცხოვრებაში შეიძლება მეჩვენება მაგრამ არის ანუ იცოდა რომ ესე იქნება რა და აი ეს უსიერთყაშიც ჩაწერე შენ და შენ გაქვს შენი ვერსია ხო მე რო დავინტერესდი ძალიან გულუბრყვილო კითხვა რა დავსვერთხელ ჩვენს მეგობართან რომ ნეტა მაინც მიყვება მართავს უსიერთყაში მან მითხრა რომ კატო ეს შენ კი არა მთელ მსოფლიოს აინტერესებს და შენი ვერსიით ანუ სული ყვება მართავს სირარი ნუ ჩემი ვერსიით არა ყოველ შემთხვევაში მე მისი უფრო მჯერა რადგან კაცი ხო არ მოიტყუება არა ხო რაღაც ესეთი მომენტია რა ნუ ეს მკვდარი კაცი ხო არ მოიტყურება ის სულები ხო არ იტყუებიან არ ვიცი მე ხო სულები იტყუებიან თუ არა ნუ ალბათ იტყუებიან მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან გულუბრყვილო მომენტია მაგრამ უფრო აი მეოთხე ვერსიას უფრო თუ მე რამდენი მესამე ვერსია ეს არის ბოლო ვერსია ხო მაგრამ აი ეს ვერსიება დაყოფა ხო აი ამ სხვადასხვა მომენტებისა სწორედ აი ამის შემდეგ წავიდა უკვე მის მოთხრობებში თუ შეამჩნევ იგივე ის მოთხრობა რომელიც შენ ჩამაწერინებ ანუ შენ რომ მომიტანე ეს სიგნი კატო ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დიალოგი თუ არა თუ შენ თუ არა ვერ მოვასწრებ ვეცდები 3 წუთი გვაქვს დრო და ამ 3 წუთში რასაც მოვასწრებთ მე თუ რამე გამომივი არა მაქვს მე ხო იქ გადაშლილია ეს მესამე ნაწილი ანუ ეს არის შენ იქნები ხმა და მე ვიქნები მე გასწავლს ბატონო ან რა საქმიანობ წერ რატომ წერ მხოლოდ იმიტომ რომ არ შემიძლია არ წერო მე ხანდა წერე სიკვდილამდე იაპონური რიტმი არ გამომდის ხო თავისთავად არა ნუ ხო თავისთავად ცხადია სხვა რა დამჩენია მეტად მშვიდად გამოიყურები სულაც არა ვარ მშვიდი კარგად რომ მიცნობდე გაიგებდი ჩემს წამებას სად გაქრა შენი ღიმილი პონჯავში ღმერთებს დაუბრუნდა ცაში ღმერთებს დაუბრუნდა ცაში ცხოვრებას რომ ღიმილი აჩუქო საჭიროა მქონდეს ჯერ ერთი გაწონასწორებული ხასიათი მეორე ფული მესამე უფრო ძლიერი ნერვები ვიდრე მე მაქვს მაგრამ შენ ახლა მგონი გულზე მოგეშვა ხო გულზე მომეშვა მაგრამ სამაგიეროდ შიშველი მხრებით მეჭირავს ტვირთი მთელი ცხოვრების ანუ ხო ხდებიან როგორი არა მარტივი დიალოგია და ეს შენ მართალი ხო ლაპარაკებოდა თავისი თავი ჩვენ ბიჭს თავისი თავი თავისი მეორე რომელსაც ცილინდრი ეხურა რატომღაც ყოველთვის ნუ ეს იმაში რა თელემონტის მის ფილმის ხაჭის წინვალე გონება კი მე არ ვიცი ამ ფილმის ღირსებებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან სწორად არის ძალიან ბევრი რამ აქ გადმოცემული, რაც არ მოგწონდეს თვითონ მისი ღირსებები ეს არის ძალიან სწორი თვითონ როდის მიხვდება ის რომ ჰალუცინაციები აქვს რომ არ იზრდება ეს პატარა გოგონა და ეს მისი
მოჩვენებები არ ბერდებიან და მხოლოდ ამით რომ მიხვდება და ბოლოს არის თუ გახსოვთ მისი მეგობარი ეკითხება რომ აი თუ წავიდნენ ისინი და მის პასუხი რომ ისინი არ წასულან და ალბათ არც არასოდეს არ წავლენ უბრალოდ ვისწავლენ რომ ყურადღება არ მიაქციოთ თუმცა ეს არის ძალიან ძნელი ყურადღება არ მიაქციოთ თუნდაც კიდევ ამიტომ არიან ეს ადამიანები დასაფასებლები და გავაგრძელოთ ჩვენ მე ვიყო ხმა ისე არა რაღაცნაირად ჩვენი არა თამამ თქვა არა იცი რა მე ვფიქრობ ჩვენ ვფიქრობ ამ კაი კაც და კაი ბიჭს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ოდესმე იმიტომ რომ იმ კვირაში იქნება ზუსტად არ ვიცი როდის იქნება სამშაბათი იქნება ოთხშაბათი თუ ხუთშაბათი ყოველ შემთხვევაში იმ კვირიდან ადამიანის ნოველებს მოისმენს ჩვენი მსმენელი და შემდეგ კვირასაც გაგრძელდება თუმცა ჩვენ ამ დიალოგით არ ვამთავრებთ არ ვასრულებთ ასე არ იმედია კეთილი ჩვენ გაცემა დასრულდა მადლობას გიხდით ყურადღებისთვის მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით შენ და შენი X კოდები როდემდე X კოდები გადიან პატარ-პატარა ნაბიჯები ჩვენს ეთერში ყოველ დღე მაგრამ ნუ ჩვენ ალბათ მომავალ პარასკევს ვერა ესე გამოვიდეს ალბათ ხო ნუ ნახოთ კეთილი მადლობა ყურადღებისთვის და უსმინეთ რადიო მეც უსმინეთ აირჩიეთ და ისე ამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით